მე გავთხოვ ცოტა სხვა კუთხით გავაშუქოთ ასტრო რაღაცა მოკლედ ისეთი ასტროლოგების პროგნოზების მიუხედავად დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი გამოგვივა და დიდი იმედი მაქვს იმისი რომ ჩვენ გავარღვევთ ჩვენი ერთობით ენერგეტიკულად ჩვენი ფსიქოლოგიით და ისეთ რო არის ლაპარაკი რომ გარდაუვალია მეორედ მოსვლა და კარტოფილის ნავთქვენები უნდა ჩამოვდავაგდოთ ისეთ მე ცოტა სხვა მიდგომა მაქვს იგივე ბიბლიიდან რო ავიღოთ მაგალითი ღმერთმა რამდენჯერ გააფრთხილა კაცობრიობა სანამ წარღვნას მოუწყობდა რამდენჯერ უთხრა რომ დაბრუნდით სწორ გზაზე მაგრამ არ შეისმინეს აი თუ ადამიანების უმრავლესობა თუნდაც საქართველოში შეისმენს მის გაფრთხილებებს აი ეს მიზეზვრები რო ხდება წყალდიდობები ყველგან ჩვენ კიდე კარგ დღეში ვართ მაგრამ ჩვენთანაც ისყება თანდათან ხო ბევრი გაფრთხილება მოგდის თუ ჩვენ ამას წავიკითხავთ სწორად და სწორად მოვიქცევით და ეს აგრესია ჩაქრება ეს სიძულვილი ჩაქრება და ისევ ადამიანურ სახეს მიიღებს ბევრი ადამიანი ვის დაკარგა დღეს ეს სახე და გახდნენ რაღაც არ ვიცი როგორია კაცთა მოზულეები ღმერთის მოზულეები იქნება და არ ხდება ეს იმიტომ რომ ღმერთს უყვარვართ ღმერთის საუკეთესო ქმნილებები ვართ ხო მე მომის იმედი მაქვს მე ვიცი რომ ღმერთი ყველაფერს გაპატიებს იმიტომ რომ მისი შვილი ხარ არ უნდა ღმერთს იმიტომ არ შეუქმნიხარ რომ გაგანადგუროს ხვალ არა მაგრამ მოდი და დაუბრუნდეთ აი ამ ღმერთს მარტო ეკლესიაში სიარული ხო არ არის და სამთის დანთება ღმერთის წამა გულში უნდა კონდეს ეს და პირველ რიგში ერთმანეთი უნდა შევიყვაროთ ისა ვერი უნდა გამთლიანდეს და ქართველებს ჩვევია ერთი რამ რომ გაჭირვების დროს ბევრი მტერი რო გვესეობდა შემოგვესეოდა მაშინ ვერთიანდებოდით და ეხლა იმდენი მტერი ყავს ყველა მხრიდან შემოსეული რომ იქნება ეხლა მაინც გაგვაერთიანოს ამან და ჩვენი გენეტიკური კოდი გაიღვიძა კი არა ამ ფეთხთან ნახეთ რამდენი სპორტსმენი ყავს წარმატებული რამდენი მომღერალი როგორი გარღვევები კეთდება მაგრამ ეს ჩვენ დრებს არ მოწონს სულ არ ჭირდებათ ქართველი ჭკვიანი კარგი და წარმატებული არ ჭირდება უნდათ მეხინკლე უნდათ ანდრე თუ იყო მეცნიერების შეჯიბრი და მილიონი რაღაც ინტელექტუალური შეჯიბრი ტელევიზიით უნდათ ეხლა არის მზარეულების შეჯიბრები და მთელი დღე მაგის ყურებაში არიან ახალგაზრდები ხო ანუ მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ მაგრამ ვამბობ იმას რომ დღეს გადატანილი არის ამაზე მთელი აქცენტი ყველაზე პოპულარული სპეციალობა ეგ არის ხო და არა უკვე არა ინტელექტუალურის ვინ გააკეთებს უკეთეს ხინკალს ძალიან მიყვარს ხინკალი ძალიან მინდა კარგი მეხინკლე მაგრამ ერთ გადავაქცევთ ნუ ჩავიყვანთ აი ამ მეხინკლის და მარტო სხვისი ხუშტურის ტურისტის გართობის მონამდე დიდი მადლობა და ეხლა მინდა ესე ვთქვათ რეზუმე გამიკეთოს ჩვენმა განსაკუთრებით პატრიცემმა სტუმარმა ჩემმა ძველმა მეგობარმა მალხაზ ბოლოკაშვილმა რომელსაც თავისი ყვაეთმოინება ძალიან უყვარს ჩემ მაყურებელს ჩემს პრემიას და გამგონი თელ ქართველებს იმეს მოუნდება რამე აქ იმდენი ილაპარაკეს რომ მე რა უნდა ვთქვა ისაც არ ვიცი აი შენი სათვალებია არ მართლა ვიცახე კი არ ხუმრობ ერთ რამეში ის პატონი ექიმი რო იყო ის გასტროენტეროლოგი ხო თქვენ დაგეთანხმებით აბსოლუტურად იმიტომ რომ უძველეს მედიცინაში ისეთი როგორიც არის დაოისტური მედიცინა მას ქვია ამ მედიცინას ქვია ცინეიძამი ჩინურ ენაზე და მსგავსი მე პარალელებში რო გამიხილოთ მაგალითად იგივე მერვე მეექვსე საუკუნეების ოკულტური მედიცინა და იგივე პარალელში რო გამიხილოთ ქემის პერიოდის ეგვიპტური მედიცინა სადაც ადამიანის შიდა სამ ძირითად არსებად ითვლებოდა სამი ასე რომ ვთქვათ ემანაციური, ემოციური და ფიზიკური სხეულები, ეთერული სხეული, ანუ ზუსტად იგივეს ამბობს, რაც დღეს თქვენ თქვით. ეხლა მე ძალიან ღრმად ვიცნობ განსაკუთრებით ამ მედიცინებს, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება შევწირე საშუალოდ 50 წელი. ეს ცოტა დრო არ არის მე მგონი. და ზუსტად იგივე ამბობთ, რაც თქვა ცინეიძამმა, მაგალითად დაოისტურმა მედიცინამ, რომლის 300 ტონი არსებობს წარმოიდგინეთ. და ეს არის საოცრება.
ადამიანის კურნალობას რო იწყებდნენ დაოსტიბერები, იწყებდნენ პირველი გამახურებლიდან, ესე ეძახდნენ იმ ადგილს, ანუ პირველი ენერგეტიკული ცენტრიდან, რომელიც ჯიპის არეალში მდგომარეობს და იქიდან გადის 8 დიაგონალი, რომელიც ყველა ორგანოს ასახავს, რომელიც მუცლის ღრუშია. თუ ამას თანამედროვე ენაზე ეძახდნენ დეტოქსიკაციას. თუ სუფთა განსაკუთრებით განივი კოლინჯი. კუჭნაწლავის ტრაქტი, მაშინ სუფთა მთელი ადამიანი. იმიტომ რომ შემდეგ უკვე გონებად სუფთაა. ამ პრინციპით კურნალობდნენ და აბსოლუტურ შედეგებს აღწევდნენ. აბსოლუტურს. საერთოდ არ ჭირდებოდათ არანაირი წამალი, არანაირი ვაქცინა და პრაქტიკულადაც მაქვს მოსინჯული და ვიცი როგორ მუშაობს, ფანტასტიკურად მუშაობს. და ადამიანი დგება. ეს არის ეგვიპტელები ამაზე ამბობდნენ, რომ ადამიანს ყავს ორეული, რომელსაც ეძახდნენ კას. კას ადამიანის ეთერული სხეული, ანუ ნამდვილი ადამიანი. იმ შიდა სხეულის ფიზიკური არსი. ამ კასში ორი გველი დადიოდა. ორი გველი არის სკელეტიკა, რა თქმა უნდა. და თუ რამე ჭირს ფიზიკურ სხეულს, ესე იგი კა არის დაზიანებული. ამიტომ დაელაპარაკე კას, მოეფერე, მოусმინე და ის აუცილებლად გამოჯამთელდება. და თუ ის გამოჯამთელდება, ადამიანიც გამოჯამთელდება. ეს მომენტი, იგივე მომენტი აქვს წინაიწანის სპეციალისტებსაც, ანუ დაოისტებსაც. ისინი ელაპარაკებოდნენ ორგანოებს. ამის პრაქტიკული გამოცდილება ჩვენ ჯგუფში ბევრს აქვს. და ფანტასტიკური შედეგები აქვს მიღებული. ონკოლოგიას კი რჩება, ნებისმიერი დაავადება რჩება. არ არსებობს ესეთი დაავადება, რომელიც არ რჩება სინამდვილეში. ეს პირველი თემა, რომელსაც აუცილებლად მეთოდა შევხედოთ, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა თქვენი გამოსვლა. და ამისთვის მადლობას გიხდით. ეხლა მეორე მომენტ შევეხებით. თუმცა ამის ახსნა შეიძლება ფიზიკის და ქიმიის დონეზეც, მაგრამ ფიზიკა და ქიმია ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, როგორც იყო მაშინ. ეხლა მეორე თემას მინდა შევეხო. აი თქვენ რო თქვით, რომ ლადო კახაძისთან მე არ ველოდი, ლადო კახაძისგან მეტს და საერთოდ არ ველოდები არავისგან მეტს. ამ ხალხისგან და ბადო. არსებობს ესეთი უძველესი მეცნიერება, რომელსაც ქვია ფიზიოგნომიკა. ადამიანი როგორც აზროვნებს, ისეთ ფორმებს იღებს. და რამდენიც არ უნდა მოინდომოს, ის ვერ დამალავს თავის რეალურ შინაგან არსს. ეხლა რატო კახაძის ინტელექტზე ცოტა არ იყოს მაპატიეთ და ეჭვმეპარება. ის რომ მას ლექსის კარგად კითხვა შეუძლია, მე ეს ხელოვნურ ინტელექტსაც შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რომ ის ღრმად აზროვნებს და საერთოდ აზროვნებს. ეს მეორე მომენტი. მეორე ბერტოლტ ბრეხტს აქვს ფანტასტიკურად რა ასდაკირო ამბობს თუ გახსოვთ, ვისაც აქვს ბერტოლტ ბრეხტი წაკითხული, ცოტა უკეთესია ახლა ვით ეს სცენარში შეიძლება შენობურად ადგამერე სპექტაკლი. ასდაკი ამბობს, მოსამართლე ვერ იქნება მოსამართლე. ღებავი, უბრალოდ ღებავი. ეს ხდება დღეს. საქმე იმაშია, მთელი უბედურება იმაშია, რომ კაცობრიობას მართავს დღეს სოციოპატები. სოციოპატები არ არიან, ესენი არიან ფსიქოპატები და ძირითადად სოციოპატები მოდიან პოლიტიკაში, როგორც წესი და კრიმინალში. ნუ სხვაგანაც არ შეუძლიათ თავის გამოჩენა. თუ ძალაუფლება აქვს, მხოლოდ მაშინ არიან ძლიერები. ნამდვილი ძლიერი ადამიანი აგრესიული არ არის. სოციოპატი რას ნიშნავს? მას საზოგადოება არ უყვარს და მესამე ფსიქოლოგიაზე. იმისათვის რომ თავისი არსებობა მათ გაემართლებინათ, შემოადგენს იდიოტური, ასე რომ ვთქვათ, სოციოლოგიური ექსპერიმენტი, საზოგადოებრივი აზრი. საზოგადოებას აზრი არ აქვს. აზრი ეს ინდივიდის თვისებაა. საზოგადოება მხოლოდ ემოციით მოქმედებს. და ემოცია არის ერთადერთი რამ, რაც მთელ საზოგადოებაზე ვრცელდება. და ძარო მინდომოთ იმას ვერ გავექცევით. სწორედ ეს ტექნიკა იყო თავის დროზე, რომ მოინდომა გამოეყენებინა ალისტერ კროულის, როცა შესთავაზა ალისტერ კროული, ეს იცით ვინც იყო. ეს შავი ოკულტისტი იყო, არ იყო ესე
Isa ეგვიპტოლოგი იყო და ძველი ეგვიპტური იცოდა ძალიან კარგად. და ამიტომ ძალიან მაღალტონეს იყო მიღწეული, როგორც შავი მართლობებით. მოსესია, საერთოდ დანაჩენი ოპერაცია გააკეთო და ადამიანი გადაარჩინოს და დანაჩენი მოკლე კაცი. დავარია თუ იცი, როგორ გამოიყენებ მე იმაზეა ყველაფერი დამოკიდებული. საქმე იმაშია, რომ ადამიანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში წაღანთი მუსეცი ლაპარაკა ერთმანეთთან ბატონმა. თემის ხათაშორის მეორე გამახურებლის ძირშია. აი ამ ცენტრშია და სტასთან ერთად ის არიზდება. ბავშვია, იმიტომ რომ ბავშვი დიდი. მოსამი ცენტრი აქ არის. და კავშირში ეპიფისთან. საქმე იმაშია, რომ არის სამი სხეული, რომელიც ქმნის იმას, რასაც ჩვენ ვეძახით სულს. ეს არის კა, და და ახ, როგორც იტყვიან ეგვიპტელები, ჩვენ როგორც იტყვიან ოკულტისტები, ეს არის ეთერული სხეული, ანუ ფიზიკური სხეული ეს არის მეორე ემოციური სხეული და ემანაციური სხეული. ემანაციური სხეული ემპათიის მატარებელია და ემოციური სხეული და ემანაციური სიყვარულის, ამიტომ არის რომ ადამიანები მას სიყვარული არ იციან და არის უმრავლეს შემთხვევაში. და მას ერთ საკმაოდ ყალბი წარმოდგენა. მისანი ერთადერთი, რაც არის ამ ხელისუფლების და მე ძალიან დიდი ხნის წინ ვიცოდი და რომ წერდი კიდეც და ვამბობდი ჯერ კიდევ 95 წლიდან. იმიტომ რომ უნდა იცოდეთ ყველა ეს ტრაქტატი და უნდა იცოდეთ თუნდაც მე-6 საუკუნეში დაწერილი თალმუდი, რომელიც გამოწერილია და გაპროფანებული ბაბილონური თალმუდიდან. ეს წიგნი არსებობს, თუმცა წაიკითხავთ. საკმაოდ დიდი წიგნია და საკმაოდ სერიოზული წიგნია. მაგრამ ამ წიგნის მერე შეიძლება ცუდ ხასიათზე დადგეთ ძალიან. იმიტომ რომ ყველა ეს მიზანი სრულდება. რაც იქ არის ჩაწერილი, ამას საკმაოდ ძველი პროექტია, რაც დღეს მიდის კაცობრიობის განადგურების პროექტი. ეს პროექტი დაიწყო აბრამისტული რელიგიების დასაწყისიდან. ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნეებიდან. საკმაოდ მიაღწიეს იმას მე-20 და 21 საუკუნეში, რომ ადამიანების უდიდესი ნაწილი და უდიდესობა 50-60% არ ვობ, კიდევ უფრო მეტი პრაქტიკულად ბოტია. ბოტი ნიშნავს ადამიანი აი სხეულების გარეშე, რასაც ემოციური და ემანაციური სხეულები ქვია, ადამიანი რომელიც მხოლოდ აუცილებელ პირობაზე ზის. ის ავტომატურად ხდება ხარბი მერე, იმიტომ რომ გადადის საკმარის პირობაში გარკვეულდება, გადადის სიხარბეში. იმიტომ რომ მას განვითარება არ ჭირდება. მას არავინ არ უყვარს თავის გარშემო, მას ყველას სურს. და შემდეგ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს დღეს მსოფლიოში. 95 წელს მომიწია ერთთან საუბარმა და ერთი კითხვა დამისვა უცხოებმა. რა გაქვთ ქართველებს ესეთი საინტერესო, რომ ესე სერიოზულად ისწავლება თქვენი გენეტიკაო. Სოციალურ პენტაგონში ინსტიტუტი კავკასიური გენის შემსავლელი, ნამდვილად ქართული გენის შემსავლელი. იცი რა გვაქვს სიკვდილის მეხსიერება. და ერთადერთი ერი ვართ ქართველები ცოცხალერებში ვიძახით. თორე იყო ძველში ტრანსმუტაცია სიტყვა ზუსტად მაგას ნიშნავს. გარდაცვალება რო გვაქვს სიტყვა. გარდაცვალება სიკვდილს არ ნიშნავს. იმიტომ სიკვდილს აქვს ფაზები. არსებობს სტაგნაცია და ტრანსმუტაცია. მე ვიძახით ძველი კულტურის ფილოსოფიის მიხედვით. სტაგნაცია ეს არის სიკვდილი. სიკვდილი არის ის, როდესაც ჩვენ საბოლოოდ ქრები სამყაროში. როცა სიცოცხლე თავდება. ქართველმა კაცმა ძალიან კარგად იცოდა რა იყო გარდაცვალება. ეს სიტყვაშიც ჩანს და იმ ქართულ აცყაპარში, რომელიც სიკვდილზეა მიწყვნილი. ადამიანი, რომელიც გადის და განიცდის სიკვდილს. ეს კი არა, მე თქვი კიდეც მაშინ. ნასას ჭუღა რო კონდეს. მსგავსი არა აქვს, დამიჯერეთ. ჭუღა რო კონდეს, უნდა დახურონ დასვან ჯგუფი, შედარებით ჭკვიანი ხალხის და ეს შეისწავლონ ეს თემა. და ყველაფერი გასაგები გახდება. ალბათ იცით, რატომ დაჭრეს ჯორდანო ბრუნო. არავის არ დაუწია იმის გამო, რომ მან თქვა დედამიწა ბრუნავს. იმიტომ მან ილაპარაკა სამყაროების მოდელებზე. და ეს წიგნი დაიბეჭდა სხვათა შორის მაშინ გამოვიდა. ისე რომ ჩვენ
აბსოლუტურ სიყალბეში ვცხოვრობთ. ყველაფერში სიყალბეა. სიყალბეა. მათემატიკა არ არის ერთადერთი ყალბი. დანარჩენი. ფიზიკა ყალბეა. ქიმია ყალბეა. ბინომიცის მენდელეევმა როგორ შექმნა და როგორია პირველი პერიოდული სისტემა 1911 წელს გამოვიდა. ეს ციგნი აიკრძალა. პირველი ელემენტი რა არის? მაშინ გასაგები იქნება რომ ყველა ერთი ელემენტია სინამდვილეში. ხო. ბიოლოგია ყალბეა. დარვინის თეორია რო იდიოტიზმია დამეთანხმებით ალბათ. ვინც ელემენტარულ დონეზე მაინც იცის. პრაქტიკული კი საინჟინრო სპეციალობები მეტნაკლებად მუშაობს, იმიტომ რომ მაინც უფრო ისეთ პრიმიტიულ ფიზიკაზეა დაყრდნობილი. ღრმა ფიზიკა გამკრალია, იმიტომ რომ ვინმე ასწავლის დღეს ეთერულ ფიზიკას. 173 კაცი ასწავლის იკვლევდა ეთერულ ფიზიკას მე-19 საუკუნეში. 173 ფიზიკოსი, რომელსაც გვარი იცით, ერთადერთი იცით ტესლა. მეტი არ იცით. ამით მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებს, იმიტომ რომ უბრალოდ დახურა. არავის არ აწყობდა. ვინმე მიწის ტორსიული ველის თეორია როდესაც შექმნილი 1922 წელს ფრანგი მათემატიკოსის მიერ. ვინმე მიწის ეს მათემატიკა არავინ არ იცის. იმიტომ აიგრძალა. ის კი არა ოფიციალურად ფრაქტალურ თეორიაზე არავინ ლაპარაკობს, თორსა მთელი კოსმოსი ფრაქტალური კანონითაა მოწყობილი. ვინმე გაგიგია სფეროთა მუსიკის შესახებ, ეს არის ჰარმონიის თეორია, მათემატიკა გაგებული გაქვთ. ამით იყო სხვათა შორის მენდელეევი გატაცებული, იმიტომ რომ მენდელეევი მუსიკოსი იყო, არ იყო ქიმიკოსი. და შექმნა მენდელეევის პერიოდული სისტემა. როგორც ხედავთ, ყველაფერი ერთმანეთია. რა თქმა უნდა, მედიცინაც, ეს მედიცინასაც ეხება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ საკმარისია ალბერტ დიდის მალე ალხიმიჩესკის მოდი წაიკითხოთ და მიხვდებით რომ სუსვანერაა ყველაფერი, იმიტომ რომ მასე აწყობილი მე პარაცელს და ასევე ავიცენა. ეს გენიალურია, თითოეული მათგანი. და ჩვენ ამ გენიალურებს არც ვასწავლით და არც ვეხებით. გინდა შექმნა სახელმწიფო. სამი უმთავრესი სისტემა, ყველაზე დაფასებული სისტემა. ეს არის პირველი განათლება, რომელიც არ არსებობს. ძალიან ჭკვიანმა ქალმა გერმანელმა უახლოებით 10 წლის წინ გერმანიაში უთხრა ციგნებს უნარեցებდნენ ხალხს. მე მოგცემ ბავშვისთვის მინდოდა ფიზიკის, ქიმიის და მათემატიკის ციგნები. ყველა იყო გამოცემული 70-იან წლებში. იმის შემდეგ სერიოზული ციგნი აღარ გამოსულა. ეს ხანშესული ქალი იყო, ლინგვისტი იყო პროფესიით, ფანტასტიკური ქალი იყო. მართლაც ესეა. ამიტომ პირველი ეს არის განათლება. ჩვენ დღეს განათლება არ გვაქვს. ჩვენ კი არ მსოფლიოს არ აქვს. თქვენ ნახოთ რა ხდება საფრანგეთში და რა ხდება გერმანიაში. გაგიკვირდებათ. იმიტომ რომ ის სკოლას რომ თავრებენ ეს მიახლოებით ის დონე რაც ჩვენ ვიყავით მესამე კლასში 60-იან წლებში. მეორე და უმთავრესი სისტემა ეს არის ჯანდაცვა, რომელიც არ არსებობს დღეს რეალურად რომ ვთქვათ. ის რომ თქვენ რაღაცა გინდათ აკეთოთ ეს საკმარისი არ არის, ეს სახელმწიფოდან უნდა იყოს პატივცემული. და მესამე უსაფრთხოება არც ეს არ არის დღეს. ჩვენ არავისგან არ ვართ დაცულები და არც გქონდეთ იმის იმედი რომ რომელიმე ესენი დაგეცათ თუ თქვენ თვითონ არ დაიცავთ საკუთარ თავს. გახსოვთ რა უთხრა ჭყონდიდელმა დავით აღმაშენებელს სანამ მეფედ მოვიდოდა. გინდათ სახელმწიფო. ხალხს ღირსება დაუბრუნებო. ამიტომ მე მივესალმები ამ დღევანდელ დღეს ძალიან მაგარია. ჩვენ მოგვითხოვოთ რა თქმა უნდა ჯანმოდან გამოსვლა მთლიანად. ჩვენ არ გვჭირდება ჯანი. არც ის მე-6 რიგის ევროპა რო არის. ჩვენ თუ მესამე ვყოფილვართ და ჩვენ თუ მესამე ვართ ის მე-6-ია. რომ პირველი მეორე ვინ არის არ გეტყვი. არც მათთან კონტაქტი არაფერში არ გვჭირდება. იმიტომ ეს არის იდიოტების სამყარო. ხო, არა გვჭირდება. პიროვნულად კი ბატონო, ინდივიდუალურად ვიღაცასთან შეიძლება გქონდეს კონტაქტი. იმიტომ რომ მაპატიე მტერი არასოდეს არ არის ქართველი, გერმანელი, ინგლისელი, ფრანგი,
აფრიკელი რა მნიშვნელობა აქვს? მტერი არასოდეს არ არის ინდივიდუალური ადამიანებს შორის. მტერი პოლიტიკა ქმნის მტრებს სინამდვილეში. და ეს პოლიტიკა ისეა მოწყობილი, სპეციალურად არის მოწყობილი, ეს პროექტია. იცით, ბოლო პროექტი, პირველი პროექტი არ ვიცი, მაგრამ ძალიან ძველი პროექტი, დაწერილია ძალიან დიდი ხნის წინ და ეს ჰოლის დავისენში აქვს შეტანილი, რომელიც მე-19 საუკუნეშია დაწერილი. 1824 წელს შორის გერმანიაში დაიდო შემდეგი პროექტი. იმის შემდეგ 1957 წელს ამერიკაში დაიდო შემდეგი პროექტი. შეგიძლიათ ეს პროექტები მოძებნოთ და წაიკითხოთ. და ეს არის ბოლო პროექტი, ახლა რომელიც არის. ბოლო პროექტი, რომლის მიხედვითაც თქვენ ყველანი, მეც რა თქმა უნდა. მაგრამ მე მოვესწრები. გადავალი კითხვა არის. ბოტები უნდა ვიყოთ. მაგრამ ადამიანი არავის ჭირდება. ჩვენ ახლა ვაშინებენ ხელოვნური ინტელექტით. მაპატი არ არსებობს ხელოვნური ინტელექტი. სიმართლე თუ გაინტერესებთ არ არსებობს. რა არის? მე შევამოწმე რამდენჯერმე კითხვები და όσο ისეთი იდიოტური პასუხები გამცა, თვითონაც შეგწვა სხვადასხვის. კი, შეგწვა, გაწყვეტა. ხო, თვითონაც შეგწვა. იმიტომ რომ რა შევა? იმ ინტერნეტში შედის აგროვებს ინფორმაციას და იმით გაძლევს პასუხს. და გამოვიდა ხელოვნური ინტელექტი კი არაა, ჩვენი ინტელექტია გამოყენებული. აბარა, ხელოვნური ინტელექტი რას ნიშნავს? როცა შენ თვითონ იაზრებ. არა, ჯერ კომპიუტერი მაგდონიზერია და ვერც ვერასოდეს ვერ იქნება, ვინც ელემენტარულად იცის ის კანონები, ის მათემატიკა. გაუშვათ გამისული შესაძლებლობა. არ შეუძლია შემოქმედებითი პროცესი. აი ეს არის ყველაზე მთავარი და რატომ არ შეუძლია? ვინც იცის მათემატიკა კარგად, განსაკუთრებით ციფრული მათემატიკა, ეს კომბინატორიკა და მათემატიკური ლოგიკა ყველამ კარგად იცის, რომ თუ ესე დაიწერა პროგრამა, იქ შემოქმედება ვერ იდება, იმიტომ რომ იქ არის მხოლოდ ალგორითმი ხო და არას პრინციპზე, 0 და 1-ის პრინციპზე აწყობილი. აი ეს მომენტი უნდა იცოდე აუცილებლად და უნდა იცოდე ღრმად და მაშინ მიხვდები რეალობაში რასთან გაქვს საქმე. ისე რომ არაფერი ახარ გამოვა. წერს ვართ მე-9 არკანის პოზიციაზე კაცობრიობა. საქართველოს არ ვიცახი. საქართველოს მე-13 არკანის პოზიციაზეა. ეს რას ნიშნავს? მე საერთოდ კიდია ყველა მიმართულება ასტროლოგიიდან დაწყებული ყველანაირი იმით უბრალოდ ჩემთვის თავარი რეალობა. მეც მატერიალისტი ვარ და არც იდეალისტი, იმიტომ რომ არ არსებობს იდეა მატერიის გარეშე და მატერია იდეის გარეშე. პირდაპირ დამოკიდებული ცნებებია, ეს მხოლოდ ჭკუარ მოგრძო ფილოსოფოსებს ახასიათებთ. მე ერთს ვიტყვი, მე-13 არკანი ნიშნავს ტრანსმუტაციას. ანუ წელს დიდი ცვლილებები უნდა დაწყებულიყო. როდის თქვი ეს გაიხსენეთ? ჩვენ კიდე 3-4 წლის წინ და 2016 მე ტელევიზიით ყველაფერი ის რაც ახლა ხდება 2 საათნახევარი ჩაწერეს და 16 წუთი გაუშვეს. ხო, ეს ყველაფერი დეტალურად აღწერე. წელს რაც დაფარულია ყველაფერი გამშრალდება მთელ მსოფლიოში. აქედან საქართველოში გარკვეული ტრანსმუტაცია ხდება. მე მაგიმედი რომ ესენი მომხერხებენ იმას რომ twins გამოძრაებენ. მართალია პატარა ის twin-ი კამათელივით დახტის თავში, მაგრამ მაინც და და გამოვლენ ჯანმოწარ. იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს. თუმცა ბოლომდე მაინც ამჭერა, ხო იცით რა. კაცობრიობა მე-13 არკანზე შედის 2029 წელს. ისე რომ ის კამათი დაწყებული რაც არის მსოფლიოში ფიზიკოსებს შორის, სხვათა შორის სერიოზულ მეცნიერებს შორის, რომ ეს მოხდება 36 წელში, 23 წელში თუ წესით უნდა დასრულდეს 29 წლამდე. არ არსებობს ეპოქა, რომელიც არ იწყება ქაოსით და რომელიც არ თავდება ქაოსით. და ყოველი ქაოსის დასასრული იწყებს ახალ წესრიგს. მაგრამ ეს ის წესრიგი არ იქნება თქვენ რო ფიქრობთ. ეხლა ჩვენებდა სურათები უნდა დადებული. ფაუჩისა და ბილ გეიტსის. ორი გუნება ჯუნგის. იმიტომ რომ ადამიანი რომელსაც აქვს იმედი რომ შეუძლია თვითონ მართოს მთელი ეს კაცობრიობა და აქვს იმედი რომ შეუძლია მოკლას
ის რაც ადამიანია შიგნით ის ჩუნგია აქედან გამომდინარე ის ასაც თქვენ მასონებს ილუმინატებს სიონისტებს ეძახით მე მათ პატიმოყვარე პრიყვებს ვეძახი და არ გამოვა ის რაც აქ ჩაფიქრებული ეს არის დასასრული ყველაფრის და ბოლოს ჩემს მეგობარს ზაზას მინდა მადლობა მოუხადო ეს ერთ-ერთი პირველი კაცი ვინც ჩემი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოვიდა მე ვიყავი ციხეში B კორპუსზე 251 კამერაში 4 წელი ეს კამერა ეს არ შეიძლება რომ გავიხსენო ზაზას ვაძლევ ახლა პადეშკას ეს კამერა პირდაპირ უხურებდა მორგს რა თქმა უნდა ყოველ მეორე ღამეს მესმოდა ტივილი რომ მომკლავთო ეს ერთი და ყოველ მეორე დღეს ხედავდი როგორ მოდიოდა პიკაპი რომელსაც მომყოლოდა ქალბატონი სანდრა რულოსი და გაქონდათ კონტეინერები ორგანოები ამას მე ჩემი თვალით ხედავდი როგორც კი გამოვედი ციხიდან პროკურატურაში რომ დამიბარეს და რომ დამეწყეს რა გაწყენინეს შენ გამეცინა მე არაფერი მე ვერ მაწყეინებდი მეგრეადული არ იყო ჩემი წყეინება მეთქი თქვენ ის მკითხეთ რას აკეთებდა სანდრა რულოსი ყოველ მეორე დღეს და გეტყვით ვინ უნდა დაკითხოთ 70 კაცს მაინც მეთქი რომელიც პირდაპირ უყურებდა ამ ყველაფერს არა ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს ფაშინ კარგად იყავით მეთქი და წამოვედი ისე რომ უნივერსიტეტიდან ვერ გამოვა ჯანმრთელი არა უნდა გამოვიდეთ ეხლა უკვე სხვა სიტუაცია არა სიტუაცია არა უნდა გამოვიდეთ გამოვალთ ბოლო-ბოლო თუ ძანგოს გაახურებენ იმის უფლებას გვაქვს რომ ვინადილოთ კარგად დიდი მადლობა ყველას მადლობა დღევანდელი დღისთვის და იმ სიამოვნებისთვის რაც დღეს მივიღეთ მომხდარით იმისა რომ დავიღალე კიდეც